ქალაქი ძილში იძირებოდა. ქუჩებში მხოლოდ გვიანი მგზავრები და უძილო ადამიანები დაეხეტებოდნენ. სანდრო თავის ტაქსის მართავდა დაცარიელებულ ქუჩებში. ნელა მოთმინებით. მისი თვალები ეძებდნენ. ყოველთვის ეძებდნენ. რადიოდან ძველი ქართული მუსიკა ისმოდა, ხმადაბლა. ის ყოველთვის ამ მუსიკას უსმენდა მუშაობისას. ამბობდა, რომ გზავრებს უყვარდათ. სინამდვილეში ეს მისი რიტუალის ნაწილი იყო. ტაქსის უკანა სავარძელზე სხვებისთვის უხილავი პატარა შავი ჩანთაიდო. შიგნით ბასრი ხელსაწყოები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ელაგა. სანდრო მათ სამხატვრო იარაღებს უწოდებდა. გვიან ღამით, როცა ქალაქი დაძინებული იყო, სანდრო თავის სარდაფში ჩადიოდა. იქ სუსტი შუქის ქვეშ ის საათობით მუშაობდა. კედლებზე ფოტოები ეკიდა, სახეები, სხვადასხვა სახეები, ქალების სახეები, ყველა მშვენიერი, ყველა უნიკალური. სილამაზე მარადიული უნდა იყოს, ჩურჩულებდა ის, როცა მუშაობდა. დღეს როგორც ყოველთვის ის მოთმინებით ელოდებოდა. მისი მზერა ხან სარკეში იყურებოდა, სადაც ნიღაბი ეკიდა. ისეთი რეალისტური, რომ თითქოს ცოცხალი იყო. ხან კი ქუჩაში გამრავლებს აკვირდებოდა. ის ეძებდა სრულყოფილებას, ასე უწოდებდა, როცა ხედავდა სახეს, რომელიც მის კოლექციაში უნდა ყოფილიყო. ნინო ღამისვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, დაღლილი იყო და ტაქსი დაიქირავა. სანდროს ტაქსი გაჩერდა. ნინომ ვერ შეამჩნია, როგორ შეიცვალა მძღოლის თვალები, როცა ის ჩაჯდა. საით მიდიხართ? კითხა სანდრო, ხმაში ოდნავი კანკალით. ვაკეში ბარნოვის ქუჩაზე. უპასუხა ნინომ და ტელეფონში გაერთო. მანქანა დაიძრა. სანდრომ რადიოს ხმა აუწია ოდნავ. გიყვართ ძველი მუსიკა? კითხა მან. კი ძალიან, გაიღიმა ნინომ. მაგრამ თვალები არ აუწევია. ხალხს ყოველთვის უყვარვართ ნიღბების უკან. თქვა სანდრომ ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. რა თქვით? კითხა ნინომ და ახლა პირველად შეხედა კარგად მძღოლს. სარკეში ერთი წამით ნინომ დაინახა სანდროს ნამდვილი სახე. ის მიხვდა, რომ მძღოლის სახე არ იყო სახე. უფრო ნიღაბი იყო, რომელიც ოდნავ არაბუნებრივად იჯდა. და მაშინ ნინო მიხვდა, რომ რადიოში არ იყო მუსიკა. ეს იყო სხვა ხმები, ჩუმი, ტირილი და ვედრება. ჩვენ უკვე ჩავედით, თქვა სანდრომ, მაგრამ მანქანა არ იყო ბარნოვის ქუჩაზე. ისინი იყვნენ ქალაქის განაპირას, მიტოვებულ შენობასთან ახლოს. სანდრომ ჯიბიდან ამოიღო მის მიერ შექმნილი ნიღაბი და ნელა გაისწორა სახეზე. შენი სილამაზეც მარადიული იქნება, ჩაიჩურჩულა მან. ქალაქი კვლავ ძილში იძირებოდა. სანდროს ტაქსი ისევ დაცარიელებულ ქუჩებში დაეხეტებოდა. ნელა მოთმინებით. მისი თვალები კვლავ ეძებდნენ. ყოველთვის ეძებდნენ. დღეების შემდეგ გაზეთებში დაიწერა მორიგი გაუჩინარებული ქალის შესახებ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ როგორც ყოველთვის კვალი არ არსებობდა. ხალხი ამბობდა, რომ ქალაქში ტაქსის მძღოლი დადიოდა, რომლის სახეც ყოველთვის იცვლებოდა. ზოგი ამბობდა, რომ ეს მხოლოდ ურბანული ლეგენდა იყო. მაგრამ ღამის ქალაქში, როცა სიჩუმე ისადგურებდა, შეიძლებოდა გაგეგონა ძველი ქართული მუსიკა და დაგენახა ტაქსი, რომელიც ნელა მოთმინებით მოძრაობდა. და თუ კარგად დააკვირდებოდით მძღოლს, შეიძლება შეგემჩნიათ, რომ მისი სახე არ იყო მთლად სახე.